ბავშვი იყო და როგორც ჩანს თასმების შეკრა არ იცოდა და მეორე მივიდა და ფეხზე თასმებს უკრავდა და მე იქ მოვასწარი და ჩემი მოსწავლეები იყვნენ ორივე. მოვასწარი და გადავუღე სურათი. ან ერთი და მეორე თუ პირველ კლასში იყო პატარები, ერთი მეოთხე კლასში. და გადავუღე სურათი და მე ვაჩვენებდი ხოლმე ბავშვებს. აი წარმატების ორი გაგება. ამ წუთის სოფლის წარმატება რას ამბობს? ვინც დგას და ფეხი აქვს გაშვერილი. ნუ იმ შემთხვევაში იმ ბავშვმა კი არაფერი დააშავა, არ იცოდა და ის უბრალოდ ის ვინც დგას და ფეხი აქვს გაშვერილი და მას ფეხსაც უკრავენ, ან მას ემსახურებიან, ეს წუთისოფელი ფიქრობს, რომ ეგ არის წარმატებული ადამიანი. მაგრამ საღვთო სიყვარული ამბობს, რომ წარმატება ის არის, ვისაც შეუძლია რომ დაიხაროს და სხვას მოემსახუროს. ეგ არის წარმატება. ეგ არის რომ ადამიანს მიეხმარო, ესე იგი, ჩვენ თუ სიკეთისათვის ვართ ახშენებული, გამოჩნდება იმაში, რომ ჩვენ შეგვეძლება სხვისთვის სასიკეთოდ რაღაცა მოვითმინოთ.